სახელითა მამისათა დadzისათა და სულისაწმინდისათა. მოგესალმებით მეგობრებო ყველას, ჩვენ დღეს ვაგრძელებთ კითხვას, სწავლას წმინდა მამების გამარტებით ფსალმუნი 101 და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. უფალო ისმინე ლოცვისა ჩემისაი და ღაღადებაი ჩემი შენ და შევე딘. ბასილი დიდი გამარტავს, გულწრფელი ღაღადია ღვთის წინაშე. ხო, ღმერთი ისმენს, იოანე ოქროპირი ღმერთი ისმენს ტანჯულის ღაღადს, როცა გულით ხადოთ. ხო, გულია მეგობრებო, პირველ რიგში ადამიანი გულს ღმერთი გულს უყურებს და შემდეგ ესე იგი უკვე გარეგნულად ჩვენ რა თქმა უნდა უცილებელია მეტანია, მაგრამ პირველ რიგში გულს უყურებს უფალი. შემდეგი მეორე მუხლი. ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, რომელსა დღეს სამჭირდეს მე, მოყავ ჩემ და ყური შენი და რომელსა დღესა გხადოდი შენ, მსწრაფ შეგესემინი ჩემი. ნუ ღმერთი ესე ვთქვათ მწუხარე ლოცვა სწრაფად უნდა იქნას ესე ვთქვათ მიღებული. იოანე ოქროპირი ამბობს, ღმერთი მალე პასუხობს ტანჯულის ვედრებას, როგორც თეოდორე კვირელი ამბობს. ხო, მესამე მუხლი. რამე თუ მოაკლდა ვითარცა კვამსა დღეთა ჩემთა და ძვალნი ჩემნი ვითარცა, ქარქუეტი განხმნეს, ესე იგი ტანჯვას სხეულსა და სულს ამბობს როგორც კვამლი, ხო? წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, დღეები ქრება, კვამლივით ცხოვრება მოკლეა. აი, ნამდვილად ასე არის და როგორც მართლაც რა არის მეგობრებო ჩვენი ცხოვრება, ანუ როგორც ისაია თუ იერემიას აქვს ნათქვამი, ახლა ზუსტად არ მახსოვს და რომ რა არის ადამიანის შენ ცხოვრება, ორ ნესტოზე არის ეგ დამოკიდებული და მართლაც ჩვენ საუბრობთ იქ, მე ვსაუბრობ სხვა ვიდეოში, რომ მართლაც ესეთი ბუმბერაზე ადამიანების მეფე ხარ, ესე იგი ოქრო, ფული, რა ვიცი, აი როგორც ჩინგისხანი, თქვა მაკედონელი, ნაპოლეონი, ვინ და რა არის, ერთი რა არის შენი, აი ეს საწაიღებ და რა არის ეს ყველაფერი, ხო, აი ნესტოზე არის და ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაული ის არის, მეგობრებო, რომ ადამიანის სასწაულს ეძებენ რაღაც იქ რაღაცაში სხვაგან და სასწაული ყოველდღე შენ წინაშე ხდება, შენ დილით რო იღვიძებ, ეს არის უდიდესი ღვთის წყალობა და სასწაული, რომ ცოცხალი ხარ, დილას იღვიძებ და ღმერთი გააძლევს კიდევ ერთხელ იმ შანსს, რომ შენ გამოსწორდე, რომ გამოასწორე შენი ეს პატარა ცოდვები და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდე ქრისტეს. ვაგრძელებთ მეგობრებო, შეგახსენებთ, ეს არის 101 ფსალმუნი წმინდა მამების გამარტებით და ჩვენ ესე იგი ვაგრძელებთ კითხვას მეოთხე მუხლიდან. იწყლა ვითარცა თივაი და განხმა გული ჩემი, რამე თუ დავივიწყე მე ჭამად პური ჩემი, ხმითა სულ თქუმისა ჩემი საითა, შეხმნეს ხორცნი ჩემნი ძვალთა ჩემთა. ვემსგავსე მე ვარხუსა მას უდაბნოისასა და ვიქმნენ მე ვითარცა ბუი ნატამალსა. მარტოობა უდაბნოში ტანჯვის სიმბოლოა, გლახაკი თავს მიტოვებულად გრძნობს, როგორც იოანე ოქროპირი ამბობს და თეოდორე კვირელი ამბობს, რომ ეს მარტოობის უკიდურესი გრძნობაა. მუხლი მეშვიდე. უძილ ვიქმენ და ვიყავ ვითარცა სირი მხოლოი სართულსა ზედა. ესე იგი უძილობა და მარტოობა სახურავზე სრული იზოლაცია. ეს ტანჯვის ღამეების აღწერა არის, მეგობრებო. ადამიანი თავს მიტოვებულად გრძნობს ყველასგან. შემდეგი. მარადღე მყვედრიდეს მე მტერნი ჩემნი და მაქებელნი ჩემნი ჩემდამო ფუცვიდეს. ესე იგი ბასილი დიდი გამარტავს, რომ მტრები დღენიან და ესე იგი დასცინიან ტანჯულს.
დაცინვა და ფუცვა, ესე იგი ტანჯვის დამატებითი ტვირთია. ეს მტრების მუდმივი დაცინვა. რამე თუ ნაცარი ვითარცა პური სჭამე და სასუმელი ჩემი ტირილითა ჩემითა განზავი. ბასილი დიდის ნაცარი პურად ეს უკიდურესი სიღარიბე და მწუხარებაა. ტირილი სასმელად ეს ტანჯვის უკიდურესი ფორმა არის და ეს სრული, ესე იგი დამცირება და ტანჯვა. პირისაგან რისხვისა და გულის წყრომისა შენისა რამე თუ აღმიღე და დამაკუეთე მე. ანუ ტანჯვა ღვთის რისხვის გამოა, მაგრამ იმედი რჩება ყოველთვის, ხო? ეს მისი ასე ვთქვათ სუვერენიტეტია გნებავთ. თეოდორეტე კვირელი ამბობს, ტანჯვა დროებითია ღვთის, ესე იგი სწორებს, ხო? მე-11 მუხლი მეგობრებო და დღენი ჩემნი ვითარცა აჩრდილი წარხდეს და მე ვითარცა თივაი განხმე. ესე იგი ცხოვრება ჩრდილობით, ესე იგი ქრდება ადამიანი, ესე იგი თივასავით ქრება ტანჯვაში. ანუ ეს ახლა მეგობრებო ცხოვრების მოკლე ხანგრძლივობის აღწერა არის. მუხლი მე-12 ხოლო შენ უფალო უკუნისამდე გიე და სახსენებელი შენი თესლითი თესლადმდე. ესე იგი ღმერთი სულ ესე იგი არის არა დაუსრულებელია, ხო, როგორც ვიცი წყალობა არის დაუსრულებელი და ეს იმედის წყაროა, რა თქმა უნდა. ღმერთის სახსენებელი თაობიდან თაობამდე გრძელდება და ადამიანის ტანჯვა დროებითია, ღმერთი კი მარადიულია. შენ აღსდგე და შეიწყალო სიონი რამე თუ ჟამი წყალობისა მისისაი რამე თუ მოწევნულ არს ჟამი. ღმერთი აღდგება და შეიწყალებს თავის ხალხს ჟამი წყალობისა. ეს არის ესე იგი მოვიდა და იმედი, ანუ იმედი ჩვენ იმედის გადარჩენისა და ეს ეხება ეკლესიის, ასე ვთქვათ, აღდგენას. ხო, დავით მეფსალმონე, დავით მეფე. რამე თუ სტნდეს მონათა შენთა ქვანი მისნი და მიწასა მისას წყალობდეს. წმინდანები და ეკლესიის წევრები, ხო? ღვთის მონების წყალობენ ეკლესიის ნანგრევებს, ეს ეკლესიის აღდგენის იმედია. და ეშინოდეს წარმართა სახელისაგან უფლისა და ყოველთა მეფეთა ქვეყანისათა დიდებისაგან მისისა. ესე იგი ღმერთის დიდება ყველა ეს შეაშინებს. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ღმერთის სახელი ყველა წინაშე განდიდება და თეოდორეტე კვირელი ამბობს, ეს ყველა ერის თაყვანისცემის წინასწარმეტყველებაა. რამე თუ აღაშენოს უფალმა სიონი და გამოუჩნდეს მას დიდებითა მისითა, მოხედნა ლოცვასა ზედა მდაბათასა და არა შერაცხო ვედრებაი მათი. დაიწერენ ესენათესავა სხვა და ერი დაბადებადი აქებდეს უფალსა. ახალი თაობა ადიდებს ღმერთს. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ლოცვა და ტანჯვა დაწერილი იქნება მომავალი თაობებისთვის. ეს იმედის გადაცემა გდება მომავალ თაობებზე. შემდეგ შეგახსენებთ, ეს არის 101 ფსალმუნი და ჩვენ ვაგრძელებთ მე-19 მუხლიდან. რამე თუ მოიხილა მაღლით წმიდით მისით უფალმა ზეცით ქვეყანად გარდა მოიხილა, რაითა შეისმინოს სულთქუმაი შებურკილებულთაი და განხსნეს ნაშობნი მოკლულთანი. ბასილი დიდი ამბობს, რომ ღმერთი ისმენს პატიმართა ტანჯვას და ათავისუფლებს, ხო? შებურკილებულნი და მოკლულთა შვილები ტანჯულნი არიან, ხო? ეს გათავისუფლების იმედია ტანჯულთათვის. თხრობად სიონს სახელი უფლისაი და ქებულებაი მის იერუსალიმს. სიონი და იერუსალიმი ეკლესიის სიმბოლოებია, ხო? იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ღვთის სახელის ქება ეკლესიაში უნდა იყოს. ეს ეკლესიის ქებასა და დიდებას
მიანიშნებს. მიუგო მას გზასა. ვასაუბრობთ შემეშალა 22-დან შეკრებად ერისა ერთად და მეფენი მონებად უფლისა. ღმერთი შეკრებს ყველა ერს თავის წინაშე, მეფეებიც კი მონებად გახდებიან ღვთის წინაშე, რა თქმა უნდა, და ეს ქრისტეს მეორედ მოსვლისა და ერების შეკრების წინასწარმეტყველებაა, მეგობრებო. მიუგო მას გზასა შინაძლიერებისა მისისასა, სიმცირე დღეთა ჩემთა იმითხარ მე, და ნუ განმიყვანებ მე კერძოთაგან დღეთა ჩემთაისა, თესლითი თესლამდე არიან წელიწადნი შენი, ანუ ღმერთის დრო, ესე იგი სულ არის და ადამიანის კი მოკლეა, ხო? ღვთის წლები უსასრულოა, ის არასოდეს მთავრდება და თხოვნა რომ ღმერთმა არ წაართვას დღეები ნაადრევად. დასაბამსა შენ უფალო ქვეყანაი დააფუძნე და ქმნულნი ხელთა შენთანი ცანი არიან, იგინი წარხდებიან, ხოლო შენ გიე და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძველდნენ და ვითარცა შესამოსელნი სვალნე იგინი და იცვალნენ. ანუ ნახეთ ბასილი დიდი გამარტავს, მეგობრებო, რომ ქმნილება, ესე იგი ქმნილება იცვლება და ქრება, ღმერთი კი უცვლელია, სამყარო სამოსელივით ძველდება და იცვლება. ეს ნებავთ ასევე წინასწარმეტყველებს სამყაროს გარდაქმნას. ხოლო შენ თავადი იგივე ხარ და წელიწადნი შენი არა მოაკლდნენ. ნუ ღმერთი რა თქმა უნდა უცვლელია, დრო მასზე არ მოქმედებს, ღმერთისთვის გუშინდელი დღე, დღევანდელი და ხვალინდელი, აი ასე არის, ის უყურებს, ესე იგი ერთ წამში ხედავს ყველაფერს, ხო? არ არის, ანუ დროის მიღმა არის. და ბოლო მუხლი, მეგობრებო, 22 მუხლი, ძენი მონათა შენთანი დაემკვიდრნენ და ნათესავი მათი უკუნისამდე წარემართოს. ბასილი დიდი ამბობს, რომ ღვთის მონები და მათი შთამომავლობა მარადიულად დარჩება. ეს იმედია, მეგობრებო, ტაჯვის შემდეგ მოდის მარადიულობა და რა თქმა უნდა, ვინც ეკლესიაში არის, ისე ვთქვათ, ის ყოველთვის იქნება, ის გადარჩება, როგორც ჩვენ, როგორც ნოეს დროს გახსოვთ, ხო? ესე იგი, როგორც დასცინოდნენ მას, მაგრამ საერთოდ ნოეს კიდობანი, როგორც ესე იგი, ნავი სახარებაში, ეს არის ეკლესია სიმბოლურად, რა თქმა უნდა, ვის ნოეს კიდობანში გადარჩა, ხოლო 8 ადამიანი, ესე იგი, ნოე მისი შვილები და მის შვილების ნოე მისი ცოლი, ნოეს შვილები 3, ნოეს შვილი 3 და 3 მათი ცოლები, 8 კაცი მოკლედ გადარჩა კიდობანში, ასევე გადარჩება ყველა ის ადამიანი, ვინც არის დღეს ეკლესიაში, ანუ ეკლესიაში ყოფნა ნიშნავს ისა კი არა შენობას და აგურებს კი არ გულისხმობ, მე გულისხმობ ეკლესიას პირველ რიგში, რომ ეს ქრისტე არის თავი, ანუ ქრისტესთან ყოფნას გულისხმობ, ქრისტესთან სწრაფვა უნდა გქონდეს, მისი ვიყოთ ერთგულნი და გვიყვარდეს, იერარქიულად პირველ ადგილას უნდა დავაყენოთ, მშობლებზეც მაღლა უნდა დავაყენოთ, ყველაზე მაღლა უნდა დავაყენოთ და უნდა ყოველთვის გქონდეს სიყვარული. ამის გარეშე, მეგობრებო, არაფერი არ გამოვა საერთოდ და აქვე მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის წაიკითხეთ, შეიძლება ადამიანი პირველად ახლა ჩართო მისმენს და მინდა გთხოვო, რომ გამოიწეროს არხი, გააზიაროს ეს ვიდეო, ასევე დააკომენტარეთ, კომენტარებში დაწერეთ კითხვები, თქვენ იცით მე მაქვს ბლიც კითხვები, ასე თქვა, როდესაც დაგროვდება, შეგროვდება ეს კითხვები, დაახლოებით 15, 18, 20 კითხვა, მე შემდეგ გამოვაქვეყნებ ერთ ვიდეოს, ყველაზე გავცემ პასუხს და ესე იგი ესე ვთქვათ, ბლიც კითხვები, მოკლე იქნება კითხვა, პასუხი, კითხვა, პასუხი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, მოგმადლოთ, შეგიწყალოთ და მოგცეთ ბევრი წყალობა და სიხარული. თქვენ და თქვენ ოჯახს. აბა გაიხარეთ. დიდი მადლობა.